როგორც უკვე აღნიშნეთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში რჩებიან და სავარაუდო რისკებს იკვლევენ. სწორედ გეოლოგების დასკვნის შემდეგ გაირკვევა, როდის და რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას. რა ვადები დასჭირდება დასკვნის მომზადებას და როგორია პირველადი დაკვირვების შედეგი. ამ თემაზე სასაუბროდ მოამბე რეგიონების სტუმარია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი მერაბ გაფრინდაშვილი. მოგესალმებით ბატონო მერაბ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდით სტიქიის ზონიდან. პირველ რიგში ჩვენ ვადევნებს თვალს საკმაოდ მასშტაბურია სტიქია, დაახლოებით 60 ჰექტარზე განვითარდა მეწყრული პროცესები, 59 ოჯახია გაყვანილი სტიქიის ზონიდან, 80-მდე საკანმინდამო მიწის ნაკვეთი და სახლია დაზიანებული. პირველ რიგში რომ მიმოვიხილოთ ბოლო დღეებში კურსებში განვითარებული მოვლენები რა ვითარება დღეის მდგომარეობით სტიქიის ზონაში. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა წლის 12 მარტს გამთენიისას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მასშტაბური ძველი მეწყრული ბლოკის ჩასახვა გააქტიურებას. აქ არსებობდა ძველი მეწყრის ასაკი არავინ არ იცის, ეს არის შეიძლება 5000 წელი, შეიძლება 10000 წელი. ამ მეწყრის შემდეგ დასახლდა მოსახლეობა. ეს იყო სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი მეწყრული ბლოკი, თუმცა სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს არის გეოლოგიური პირველ რიგში, მორფოლოგიური, კლიმატური, ძირითადად ეს ფაქტორებია, მოახდინა პროვოცირება ამ მეწყრული სხეულის, მასშტაბური მეწყრული სხეულის სწორიბრძანდე სადღაც 60 ჰექტრამდეა 60 ჰექტრამდეა ამ ტერიტორია. საბედნიეროდ დროულად იქნა უსაფრთხოებაზე გადაყვანილი და აუცილებელი უნდა აღვნიშნოთ სამგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლების ადგილობრივი თვითმმართველობის შენელსაგუნდო და სხვა უწყების თანხმდრელი მუშაობა და პრაქტიკულად ყველა ოჯახი, ყველა გაყვანილი იქნა გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილზე. ჩვენ გადაყვანილი რაც შეეხება რაოდენობებს, დაახლოებით 80 ოჯახამდეა გადაყვანილი, თუმცა საკუთრივ მეწყრის კონტურსში სადღაც 60 ოჯახის კუთვნილებაა. ზოგი შეიძლება 60 ოჯახი ახლა იქ არ ცხოვრობდეს, არიან სხვა რეგიონებში ან გასული, მაგრამ 60 ოჯახს გააჩნია ასე ვთქვათ საკარმინდამო და საცხოვრებელი სახლი. თავს დაზღვევის მიზნით მიმდებარე ტერიტორიებიდანაც დამატებით იქნა გაყვანილი ასე ვთქვათ მოქალაქეები. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, დღესაც კიდევ განმეორებით მოხდა იმ მეწყრული სხეულის კონტურის დაზუსტება. სტიქიის ზონაში ვინც ცხოვრობდა, ისინი ყველა დაექვემდებარება გასახლებას. თავარია განსაზღვროთ ახლა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ხომ არ დაემატება სხვა მიმდებარე ტერიტორიებიდან. ჩვენ სააგენტო ყოველწლიურად გამოცემს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც მოცემულია აი მეწყრული პროცესებისადმი მიდრეკილი ტერიტორიები, ნაჩვენებია და მათ შორის იყო სხვა კურსებიც, მაგრამ და ლოკალურად ერთეული ოჯახებზე ამ სოფელში არა მარტო ამ მეწყრის მიმდებარედ, არამედ იქ მდინარე წყალწითლას მარჯვენა ნაპირზედაც ოჯახები შეფასებული ჰქონდა და ზოგიერთი დაექვემდებარა თავის დროზე გეოლოგიურად გადაადგილზე გადაყვანას. მაგრამ აქ საუბარი ამ ბიულეტენში ეს არის მიდრეკილი ტერიტორია, მაგრამ არავინ არ იცის როდის მოხდება. ეს არის არც ჩვენ და ვერც ერთი ქვეყნის სპეციალისტები ვერ ამას, როგორც აი მიწისძვრის ვარიანტი, როდესაც ესე მყისიერად ვითარდება პროცესი. თუმცა ვიცით, რომ აქ ეს ადგილი მიდრეკილია მეწყრული პროცესებისადმი. ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის და მოსახლეობისთვის ეს იყო წინ. არის თქვათ ეს კურსები და სხვა სოფლებიც არის მიდრეკილი მეწყრული პროცესებისადმი და მოსალოდნელი აქ. მაგრამ ვერც ადგილობრივი ხელისუფლება და ვერც ცენტრალური 60 ჰექტარ ტერიტორიაზე ასეთი ღრმა მასშტაბური მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ვერ განახორციელებს. ეს წარმოუდგენელია. ფიზიკურად მოუხერხებელია. დღესაც ახლა რომ დავდიოდით, ახლა მაქსიმალურად
თელ ტერიტორია მოიცავით, ვერ წარმოვიდგინეთ რა რაოდენობის გრუნტის წყლების გამოსავლები ფიქსირდება. ესე იგი, ეს წყლები გამოდის და გამოდის იმდენ, აი, როდესაც ეს გრუნტის წყალი გრუნტის გრუნტში უნდა იყოს. ზედაპირზე არ უნდა გამოვიდეს თავისი, მაგრამ იმდენად რეჟიმი იმდენად მოიშალა ამ გრუნტის წყლების, მიწისქვეშა წყლების, რომ ზედაპირზე გამოდიან. ამას ემატება ის ზედაპირული წყლები, ამას ემატება ის დიდთვალობა ჰქონდა და ამის ნადრობის წყლები. ყველაფერმა ერთობლივად იმუშავა და ძალიან ცუდად იმუშავა, ასე ვთქვათ, ამ პროცესის გააქტიურების ჩაისახა და გააქტიურდა. თქვენს ახსენეთ, რომ მეწყრული პროცესები საკმაოდ აგრესიულად განვითარდა. თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა სრულად ვერ დაბრუნდება, ვერ მოახერხებს სრულად ვერ დაბრუნდება დაბრუნებას. თუ არსებობს წინასწარი დასკვნა, ან როდის იქნება შესაძლებელი, რომ მოსახლეობამ გაიგოს, ვინ რა ნაწილი დაბრუნდება სტიქიის. უკვე დღეს სანამ შემოვიდოდი თქვენთან უკვე გადმოიგზავნა სია იმ მოქალაქეების, რომელიც არის სტიქიის ზონაში. ჯერ უნდა იდენტიფიცირება მოხდეს ხო სახლის პიროვნების. ამ მომავალ კვირაში უკვე ეს სია გვექნება. ვინ უნდა დაექვემდებაროს გადაყვანას და ვინ შეიძლება ზოგიერთი ცალკეული ოჯახები დარჩეს მონიტორინგული დაკვირვების ქვეშ. რომლის ძელვადიან პერსპექტივაში რაიმე საფრთხე არ შეექმნას. სადაც მომავალ კვირის ბოლოსთვის ეს უკვე ცნობილი გვექნება, იმიტომ რომ ახლა კიდევ დამატებით გვინდა აეროგადაღებები ვაწარმოოთ. ზუსტად ახლა ეს როგორ არის, იცით, აქ ცოტა უკვე სიჩქარე არ არის კარგი. არ უნდა ვიჩქაროთ რა გაგებით, რომ გარანტირებულად უნდა ვთქვათ, ეს ოჯახი შეიძლება დარჩეს თუ არ დარჩეს. და ეხლა ესე ხელის მოკიდებით ყველა საით ვთქვათ, გავიყვალოთ ყველა და დავტოვოთ ყველა, ეს არ შეიძლება. ამიტომ კიდევ დამატებით კვლევას ვახორციელებთ. ახლა დღეს აეროგადაღებას ვფიქრობდით, დავიწყეთ, მე საღამოს ისევ გავაგზელეთ, ქარი იყო და ვერ შევძელით. ხვალ ისევ გავაგზელებთ. ზუსტი კონტურები უნდა დაზუსტდეს. არა მარტო დღეს რო ხედავთ, აი თქვენს ხედავთ ხო კადრებს მეწყრისას, აი პოტენციურად კიდევ საფრთხის შემცველი რომელი უბანია, ეს უნდა შეფასდეს და აქ ახლა რამდენიმე დღით დავაჩქარებთ ამ დასკვნას თუ ეს არა, მაგრამ მომავალ კვირის ბოლოსთვის შაბათის კვირიდან ვამბობ, ეს დასკვნა იქნება. ზოგადად მინდა ხიდათ რომ ეს მარტო საქართველოსათვის არ არის, ამ კლიმატის გლობალური ცვლილების საერთო ფონზე თემ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში გასამაგდა პროცესები ბოლო 10-15 წლის მანძილზე და მათ შორის გეოლოგიური საფრთხეები. აი მე ევროდით სტატისტიკის მოყვარული ვარ. აი იმდენი რაოდენობა, აი გასულ წელს თქვა 4000 ოჯახი შევაფასეთ. 4000 ოჯახის ნაკვეთ-საცხოვრებელი სახლის შეფასდა, გაიცა რეკომენდაცია საექსპერტო დონეზე, ეუბნები რომ შენ ცხოვრობ აი აქ. აქედან შეიძლება 10-20% შეიძლება დაექვემდებარა გადადგილზე გადაყვანას. ზოგიერთს რაღაც რეკომენდაცია იმეცა პრევენციული ღონისძიების გასტარებას ასე შემდეგ. ასე რომ ამ მიმართულებით საქმიანობა მიმდინარეობს, თუმცა ეს არის გლობალური პრობლემა და ასე ადვილად ერთ ხელის მოსვლით ამას ვერ გადავწყვეტ. და სხვათა შორის ძალიან კარგი აი ოცნებობდით და გასულ წელს შეგვიძინა თავრობა შეგვიძინა ის არის ტექნოლოგია აეროგადაღების ტექნოლოგია ძალიან დეტალურად გვაძლევს ინფორმაციას სად რა მოხდა ბოლო 10 წლის მანძილზე. მე ჩვენ ვადარებთ ამ ასე ვთქვათ დღევანდელ მდგომარეობას და რაღაც პროგნოზირების უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, თუმცა პროგნოზის გაკეთებაც აი რა დროს მოხდება ამას ვერავინ შეიძლება პირდაპირ გეტყვით, შეიძლება ადრე უფრო კეთდებოდა პროგნოზი, სანამ ეს კლიმატის გლობალური ცვლილება დაიწყებოდა სოფლიოში, რაღაც კანონზომიერებებს ექვემდებარებოდა ეს პროცესები. დღეს არ ექვემდებარება. გვინახავს აი საერთოდ ნალექი არ ყოფილა და მშრალი მეწყერი მოდის. რაც არ ყოფილა. ვიცოდით ადრე გაზაფხულზე უნდა ყოფილიყო თქვათ ეს ვარცოფების და ზაფხულის დასაწყისში ვარცოფები დღეს
სექტემბერში არის სხვა სოფი სკავლა მეწყერებიც ასე თოვლი ზღვაები და ასე შემდეგ. ამიტომ პროგნოზირებაც არ არის ასე თქვათ ჩვენ და ვერც პირველადი შეფასებით რამდენად არის მეწყრული პროცესების გაფართოების რისკი? მე გეტყვით, აი ამ ლოკაციაზე სადაც ახლა ჩვენ კურსებზე ვსაუბრობთ. მე გამოვრიცხავ რაიმე მასშტაბურ გაფართოებას, იმიტომ რომ ჩამკეტი გვაქვს იქ ახლა რამდენიმე ერთი ხევია ჩამკეტი, გეოლოგიურად უკვე სხვა ქანები გამოდიან და რომლებიც ადვილად არ ექვემდებარებიან დეფორმაციებს, დინამიკას, ასე ვთქვათ, გადაადგილებას და პრაქტიკულად მასშტაბების გაზრდად გამორიცხავთ. იმ კონტურში რაც გვაქვს დღეს, ეს არის ძირითადად ეს კონტური 58-60 ჰექტარი სადღაც. თუმცა ახლა ცალკეული დეციდიები არა მარტო ტყიბულში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებში და მთიან რეგიონებში მით უმეტეს გაზაფხული უხეათოს ნალექების მოსვლის პერიოდში ხდება სამწუხაროდ. სწორედ ამაზე მინდა კითხო, ზოგადად რა იწვევს მეწყერის განვითარებას და თქვათ ჩვენ ვიცით რომ კურსებში ადამიანებმა გაიგეს ხმაური. რა ნიშნები ახასიათებს მეწყრული პროცესების დაწყებას? კი ბატონო. ზოგადად მეწყრული პროცესებისათვის საჭიროა რამდენიმე ფაქტორი, რამდენიმე ბუნებრივი ფაქტორი. ეს არის გეოლოგიური აგებულება, სენსიტიური მეწყრულ ეროზიული პროცესებისადმი ადვილად ამყოლი ქანები, სუსტი ქანები, სუსტი გრუნტები, ასე ვთქვათ, დაბალი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების მქონე, მორფოლოგიური პირობები, რელიეფის დახრილობა, იმიტომ რომ მოსწორებულ ზედაპირზე ახლა მეწყერი ვერ განვითარდება, ენერგია ჭირდება, მიწისქვეშა წყლები, არსებობა, გრუნტის წყლების არსებობა, კლიმატური ფაქტორი, ნალექიანობა, სეისმური ბიძგები, როდესაც მიწისძვრა ძალიან პრაქტიკულად ყველა მეწყრის აქტივიზაციის ხარისხი იზრდება მიწისძვრების დროს და ახალი წარმოშობა ამ ძველი აქტიურდება და არის ადამიანის უფეში ჩარევა. ეს ფაქტორიც არსებობს. ეხლა რაც შეეხება ხმაურს, ხმაური ზოგიერთ მეწყერს ახასიათებს ეს ხმაურის წინასწარი ხმაური გააჩნია რა მექანიზმის არის, აი თქვათ დანაპრალიანების პროცესი რა ინტენსივობით მიდის, ასევე თვითონ საცხოვრებელი სახლების თქვათ აი როდესაც კედლები იბზარება, აი ხის სახლებს აქვს უფრო ხმას გამოცემენ, აი როდესაც მოძრაობაში მოდის ტერიტორია, ასე პირველი ხო გადაეცემა ინფრასტრუქტურულ ობიექტს, შენობა-ნაგებობებს და ხმა აქედან არის და ზუსტად ეს კურსებშიც მოქალაქეებმა ესმები გაიგეს ამ მეწყრის როდესაც ჩაისახა. თუმცა ამ მეწყრის ესე ვთქვათ, მე გეტყვით, არანაირი პირობა რო ვთქვათ 2026 წლის 12 მარტს გამთენიას აქ მეწყერი მოხდება და ამას ვერ ავიმერე. ეს არ არის პროგნოზი. არა, ეს არა პროგნოზირებადი. როგორც დღეისათვის ჩვენ გვაქვს არაპროგნოზირებადი ვთქვათ მიწისძვრა, ისე პრაქტიკულად ამ ტიპის მეწყრებზე ასო არის მეწყრები გენეზის გააჩნია, რომელსაც პროგნოზს ვაკეთებთ. ჩვენ აპარატურებიც აქვს დაინსტალირებული, მონიტორინგული აპარატურები, ისეთი სადაც ვთქვათ, აი ეტაპობრივად რო ვითარდება. უკვე ვატყობთ და ვიცით რომ დაახლოებით რა რაოდენობის ნალექია საჭირო რომ ეს მეწყერი განვითარდეს, აქ წინასწარ საზღვრავთ, მაგრამ როდესაც ერთიანად ყისიერად თქვათ იგივე ჩვენ ხონა მაგალითები თბილისის სტიქია 15 წლის მემახსოვრებად თქვენ იგივე თქვათ შოვის სტიქია მოწნე ერთჯერადად ახლა იმის პროგნოზირებას ვერ ემერეკეთ. მინდა რომ ეს თემა გავაგრძელოთ, რაც შეეხება მეწყრის მონიტორინგსა და ადრეული შეტყობინების სისტემას. რა ტიპის მონიტორინგი ხორციელდება მეწყერსაშიშ ზონაში და საინტერესოა როგორ მუშაობს ეს სისტემა? კი ბატონო. მეწყრებზე ადრეული შეტყობინების სისტემას მაგას ჩვენ ბაქტერიის არ ვხმარობთ მონიტორინგული სისტემები. მონიტორინგული სისტემა შეიძლება ეს მონიტორინგული სისტემა თავის დროზე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კანონზომიერების როდესაც დავადგენთ ადრეულ გაფრთხილებაში გადაიზარდოს. მაგრამ ეს არის მაინც მონიტორინგული სისტემები. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით 28 მეწყრულ სხეულზე დაინსტალირებული გვაქვს აპარატურა
ეხლა 11-ის ეხლა ამ დღეებში სრულდება 11 ლოკაციაზე ამ აპარატურის ინსტალირება. საკმაოდ კარგ შედეგებს ვღებულობთ, მაგრამ გარანტია რა თქმა უნდა არც ეგ არ არის. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება ამისთვის არის წინასწარ ტერიტორიების შეფასება. აი ჩვენ ბოლო წლების მანძილზე სადღაც 4000-მდე ოჯახს ვაფასებთ, საკარებიდო მონაკვეთი, საცხოვრებელი სახლი. შეფასდა ეს ოჯახები, ასე ვთქვათ, ვიზუალურად, ინსტრუმენტალურად, საექსპერტო გამოცდილებით, საფონდო ისტორიული მასალების ანალიზით საფუძველზე და დაიდო დასკვნა. სადაც უთითებთ, რომ თქვენ უნდა გადახვიდეთ გეოლოგიურად რა ადგილზე. ამდა გასაკეთებელი გახდა ეს პრევენციული ღონისძიება. ახლა უკეთესი ადრეული გაფრთხილება არ არსებობს. მე გეტყვით, სადღაც რომი ანგარიშობს ბოლო 10 წლის მანძილზე 100,000-მდე მოქალაქე მიცის საცხოვრობს. რა პირობებში? ამის გარდა ერთ-ერთი მიღებული პრაქტიკა, სოფლიო პრაქტიკა არის და ჩვენც გადავედით ამ მიმართულებით მუშაობთ უკვე რუკების მომავზადეთ გეოლოგიური საფრთხების ზონირების რუკები. უნდა ვიცოდეთ წინასწარ სად სახლდებით, სად ცხოვრობთ. აი როდესაც გენგეგმები, განაჩენიანების გეგმები დგება, იმ დროს უნდა იქნას გამოყენებული. იქ მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ადამიანები მოერიდებიან საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ხო, იქ შეიძლება რაღაც სხვა რაღაც გააკეთეს, სხვა ღონისძიებები ჩატარდეს და სხვა ტიპის რაღაც ესეც არის ერთგვარი პრევენცია. ეს არის პრევენცია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, სად ცხოვრობთ და სად მომავალ სად ვიცხოვრებთ. ეს არის ასე ვთქვათ, საფრთხების რუკების მომზადება. ერთ-ერთი კარგია. აი წინასწარ ოჯახებისა და საცხოვრებელი სახლების ამათი შეფასება. იმიტომ პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც შეცდომა მოსვლოდეთ ამ ჩვენ სპეციალისტებს, რომ რაღაცად დაიწერა და ესე არ გამართლდა. რა თქმა უნდა, ინსტრუმენტალური მონიტორინგიც და ფართოვდება ამ მიმართულებითაც. მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემი კარგია ჰიდრომეტეოროლოგიური, თქვათ, იგივე ნალექების მოსვლას და წყალდიდობების თემას ძალიან კარგად საზღვრავენ. ამ აპარატურის მეშვეობით და ამ მონიტორინგული სადგურების მეშვეობით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მერაბ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი პასუხობდა მოამბე რეგიონის შეკითხვებს.